სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ჯინა, სამხრეთ ამერიკიდან. სალამი პასტორ მაკარტურ, მე ჯინა მქვია, გამარჯობა ჯინა. დიდი მადლობა თქვენ და პატრიციას თქვენ მეუღლეს, რომ ხართ ესეთი ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი. ეს არის დასტური როგორც თქვენ ქვეყანაში, ასევე სამაგალითო მთელ მსოფლიოში. მე სამხრეთ ამერიკიდან ვარ და ჩემი კითხვა შემდეგი არის. ის ხალხი, ვისაც არ ქონდა გონებრივი უნარი, რომ შეეცნო სახარება და ისინი გარდაიცვალა, ასევე აბორტის მსხვერპლი ბავშვები, დაბრუნდებიან და აღდგებიან თუ არა 1000 წლეულში, იმეფებან იესოსთან ერთად? და ჯონ მაკარტური პასუხობს. იცით ხომ 1000 წლეულზე როგორც გითხარით, მეც მოყვება ჩვენ, რა თქმა უნდა მართლმადიდებლობაში ცოტა სხვანაირად არის გაგებული კათოლიციზმშიც, მაგრამ ეს არის კონცეფცია. იესოს მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ეკლესია ატაცებულია, იცით დიდი ურვა მოხდება და ძალიან დედამიწა ძალიან ბევრი რაღაცა განადგურდება, მაგრამ მთლიანად არ იქნება დამწვარი და ეს არ არის ახალიცა და ახალი დედამიწა, ქრისტეს მეორედ მოსვლა, რასაც წინ უსწრებს არმაგედონის ბრძოლაც, ხო? არამედ ამის შემდეგ, როდესაც ანტიქრისტე დამარცხებული იქნება, სატანა შებორკილი 1000 წლით, დედამიწა გარდაიქმნება, გარდაისახება, ეს აღწერილია ბიბლიაში, რომ ლომი და ცხვარი ერთად იძოვებენ და იდეალური სამოთხის სიტუაცია იქნება. ამ დროს ვინ იმეფებს, ვინ იქნება იესოსთან ერთად? ბუნებრივია ეკლესია დაბრუნდება და ასევე ვინც მკვდრებიც აღდგებიან რწმენაში, ვინც გარდაიცვალა და იმეფებენ ქრისტესთან და აქაც ამ დედამიწაზე. მერე როგორც გითხარით, სატანა გამოშვებული 1000 წლის შემდეგ ცოტა ხნით, რომელიც ააჯანყებს ერებს, წარმოვიდგენიათ, ისევ ესე იგი იქნებიან მოჯანყე ხალხი და აი მერე ხდება სრაბოლო დედამიწის ამ ხელული სამყაროს დაწვა და ახალიცა და ახალი დედამიწის შექმნა. ხომ რო იცოდეთ ესე იგი და მაგრამ ეს მინდა რომ იცოდეთ 1000 წლეულზე რაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა ამბობს, ყველა ბრუნდება 1000 წლეულში, ჯონ მაკარტური ადასტურებს. დიახ, ჩვენ ყველანი ბრუნდებით. ის მოდის წმინდანებთან და წმინდა ანგელოზებთან ერთად, ასე რომ, როდესაც ჩვენი უფალი დაბრუნდება გასაჭირის პერიოდის ბოლოს, ესე იგი დიდი ურვის პერიოდის ბოლოს. მოვა მისი მეორედ მოსვლას, ის მოვა თავის წმინდანებთან ერთად, გესმით, აი წმინდანები, ვინც გარდაიცვალა ღმერთთან, ძველი აღთქმის ყველანი, ყველა საუკუნის გამოსყიდული დაბრუნდება. ხედავთ, ყველა საუკუნეში კაცობრიობის ყველა ადამიანი და ეს ძალიან ბევრს არ ესმის კარგად გამოცხადების იქნება, გონიათ რომ ზოგი წმინდანი ისევ იქნება სულიერ მდგომარეობაში და დაელოდება საბოლოო აღდგომას. არა, ესე იგი ყველა გამოსყიდული ადამიანი, ძველი აღთქმის, ახალი აღთქმის, ყველა იმეფებს ქრისტესთან ერთად და რაც ოცნება ქონდათ, დაატრობდა მე მგონი ბატონ თეოფილეს ეკუთვნის ეს უფრო რომ რაც ოცნება ქონდა კაცობრიობას, რომ ყოლოდა ეს რაღაც უტოპიური, ხო, კომუნიზმი, უტოპიური სხვადასხვა ისინი, ხომ, რა ვიცი, ყველას ქონდა ეს ავგუსტინეს, ყველას, თომას მორს, რომ ეს უტოპიური იდეალური სამოთხის მდგომარეობა აქ დედამიწაზე. ქრისტე შეასხავს ამას და ის იქნება უკვე ის მართველი, რომელიც ყოველთვის ხალხი ელოდებოდა ამას, რომ იქნებოდა სამართალს დაამყარი და აქ ამ დედამიწაზე. გესმით? მაგრამ ნახეთ, მე უკვე რო იბადებიან ადამიანი, სატანა გამოშვებული იქნება, ცოდვა ისევ არის. გესმით, ცოდვა ისევ არის და სატანაც რო გამოშვებული იქნება, შეაცდენს ადამიანებს. მაგრამ საბოლოო სამოთხეში, საბოლოო ახალ სასად აღალდები, იქ უკვე აღარ არის არც სატანა, აღარ ცოდვა, აღარ სტერილი არაფერი. ეს არის უბრალოდ ეს. და მადლობა სუხთის ჯონ მაკარტური ამ კითხვისათვის, ქალბატონ ჯინას სამხრეთ ამერიკიდან. მადლობა თქვენს მოსვლენისათვის.